საღამო მშვიდობისა მეგობრებო, მოგესალმებით ყველას და აი ამ პოსტთან დაკავშირებით მინდა ჩავწერო, ასევე გუშინდელ ხილვასთან დაკავშირებით. ზოგი სიზმარს ეძახის, მე ხილვას ვეძახი. და მინდა გითხრათ, რომ კი არ გაშინებთ ამ ლაივით, არამედ მინდა რომ გაგაფრთხილოთ უბრალოდ იმ მოსალოდნელ ამბებზე, რომელიც ახლა დაიწყება და საერთოდ არ არის ეს შეშინება, საერთოდ არ მეშინია იმ საკითხის, რაც ახლა მოდის მეგობრებო და მცდარად გამიგებთ სწორად. ესე იგი, რა თქვა წმინდა პაისმა წერს ნანა კომეთიანი, ხო? ღვთისმშობლის დღესასწაულის წინ გაჩენილ ცეცხლზე ამ ხანძარს მოჰყვებოდა დიდი შიმშილობა. მერე კი ხალხს აიძულებდნენ ჩიპის ჩადგმას მოახლოებულ შიმშილს და სენს რომ გადაურჩნენ. ერთი სიტყვით იქნება ეს სენი, შიმშილი თუ სხვა ჭირი. მეგობრებო, მეც ასეთი ხილვა მქონდა გუშინ. გარდა იმისა, რომ ცეცხლის მიაქვს მთელი საბერძნეთი და თურქეთი, გარდა ამისა, სხვა რა ქვია მაგას კაცო, ბუნებრივი კატასტროფები უფრო და უფრო მრავლდება, იმატებს და აქედან გამომდინარე საერთოდ არ უნდა გვეშინოდეს ამ საკითხის. მე პირადად ძალიან მიხარია ეს ამბავი. განა მიხარია ის, რომ იშლება ყველაფერი და მატრიცა ენგრევათ თავზე ამ უბედურ ხალხს, რომელიც ვერ იგებს ქრისტეს არსებობას, არამედ უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაფერი არის მოსალოდნელი და ამ ყველაფერს მე პირადად ველოდი და ძალიან მახარებს ეს საკითხი. ეს არის დასაწყისის წინაპირობა. რაც შეეხება გუშინდელ სიზმარს, ჩემს სიზმარში ვნახე მოვლენები, რომ იყო ძალიან დიდი გაჭირვება შიმშილი, მაგრამ შიმშილი იმდენად არაფერი არ არის, რამდენადაც ის მდგომარეობა კაცობრიობის, რომელსაც ადამიანი დაინახავს. მაგალითად, ის რომ კაცობრიობა სრულიად დადგება შიშველი ხელებით ღვთის წინაშე და ადამიანები, რომლებიც არ იცნობენ ღმერთს, ისინი ვერ გაიგებენ რანაირად უნდა მიმართონ ღმერთს. ისინი იქნებიან აბსოლუტურად უსუსო მდგომარეობაში და სამწუხარო, ყველაზე მეტად სამწუხარო ის იქნება მეგობრებო, რომ ჩვენ ამ ხალხის დახმარებას ვერ შევძლებთ. ადამიანები, რომლებიც ქრისტეს ელოდებიან უკვე დიდი ხანია და მეც მათ შორის, აი ის საკითხი, რომელზეც მენელსაცხებელ დედებზე, უпростоრედ იმ ქალწულებზეა საუბარი, რომელსაც ზეთები აქვთ შენახული და სხვას ვეღარ გაუნაწილებენ, აი სწორედ ის დღეები დაიწყება აწი. საქართველოში ჯერ კიდევ ვითარება კარგად არის, მაგრამ არ ვიცი რა იყო, არ ვიცი რა მოხდება, მაგრამ საქართველოშიც არანაკლები დღეები დადგება, რომელ დღეებსაც ჩვენ ხედავთ ახლა საბერძნეთში, რუსეთში, თურქეთში და ასე შემდეგ. ამისათვის უბრალოდ მზად იყავით მეგობრებო, სულიერად შემზადეთ. ეს არ არის კიდევ ერთხელ გეუბნებით შემაშინებელი ვიდეო, ეს არის უბრალოდ გამაფრთხილებელი ვიდეო, რომელთაც ჩვენ ძლიერად დაუდგებით იმ საკითხს და შემზადებულები ვიქნებით, რამე თუ უცბად არ დაგვატყდება თავს ყველაფერი. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით ერთადერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც დაგვრჩენია ახლა, ჩემი აზრით ასია რა. მართალია მე ჩემს სამეგობრო წრეში ასევე ვხედავ აქტიურად ჩართულ ბავშვებო, შეყვირილო ბავშვებო, აქტიურად ჩართულ საზოგადოებას პოლიტიკური ცვლილებების შეკრების მოთხოვნით და ასე შემდეგ, მაგრამ მინდა სამწუხაროდ გითხრათ, რომ ეს ყველაფერი უკვე ძალიან გვიანია და აწირად დაგჩენიათ მეგობრებო, ყველა ნებისმიერი წამი, რომელსაც თქვენ ახლა ამ ლამაზ ბუნებას ჯერ კიდევ ხედავთ, შეირგეთ ყოველი წამი, დაიმახსოვრეთ, კარგად დაიმახსოვრეთ მეგობრებო,
რამე თუ მალე არც ფოტოები, არც არანაირი დიგიტალური ყველაფერი აზრს კარგავს, მეგობრებო, მატრიცა მთლიანად იშლება. აქედან გამომდინარე ფოტოებისა და სელფების გადაღებასაც აზრი კი აღარ ექნება, რამე თუ ესენი ყველაფერი ფუჭი გახდება და ჩვენ ერთმანეთს რა თქმა უნდა კონტაქტით მხოლოდ და მხოლოდ ტელეპათიურად თუ დაუკავშირდებით, რამე თუ მალე ამ ხელსაწყოებსაც ვეღარ გამოვიყენებთ, რომელიც ყოველდღიურად გვიჭირავს ხელში. ეს იქნება დრო, როდესაც ყოველი ადამიანი თავის თავთან დარჩება იმ საზოგადოებასთან, რომელიც საზოგადოებაც მის გარშემოა. ალბათ სამეგობრო წრეები შეიკრებიან და ისინი ერთობლივად დადგებიან, ან შეიძლება ამის დროც აღარ იყოს, მეგობრებო, ყველა საკუთარ თავზე იქნება დამოკიდებული გადარჩენის მიზნით. მინდა გითხრათ, რომ ყველა ღვთისმიერი ადამიანისთვის ეს საშიშროებას არ წარმოადგენს, მას ყოველთვის გამოუჩნდება გზა, მას ყოველთვის აქვს გადარჩენის 100%-იანი შანსი. რა თქმა უნდა, ყველანი გამოვიცდებით ამ საკითხის წინაშე, ამ საკითხში რამდენად უშიშრად შეგვიძლია დავდგეთ სატანის მატრიცის დანგრევის დროს. როდესაც სატანას ეშლება გეგმები, ქრისტე მოდის, მეგობრებო, ეს ფაქტის სახეზია და აქედან გამომდინარე, რამდენად და როდის დაიწყება ეს საკითხი. მე უკვე გითხარით, რომ მთვარე, როდესაც ძალიან წითელი იქნება თქო და სხვათა შორის 12 ივლის მართლაც იყო ძალიან წითელი მთვარე, არა 8 ივლის, რა ივლის კაცო, აგვისტოს უკაცრავად. 12 აგვისტოს მართლაც იყო ძალიან წითელი მთვარე და მე უკვე გითხარით, რომ თუ 8 აგვისტოს იქნებოდა წითელი მთვარე, ჟამი დაწყებული იქნებოდა, მართალი გითხრათ 8 აგვისტოს დავაკვირდი და ამოსვლის დროს იყო წითელი მთვარე მხოლოდ, რაც შეიძლება ჩაითვალოს იმაში, რომ წითელი მთვარე მართლაც იყო და შემდეგ გადავიდა, თუმცა მე ისიც გავიგე, რომ როდესაც მთვარე ადის ზენიტში, ის ვეღარ იღებს ფერს, აქედან გამომდინარე, ამოსვლის წუთები და წამებია მნიშვნელოვანი მთვარისთვის, თუ რა ფერში იქნება. 12 აგვისტოს მთვარე მართლაც წითელი იყო, ეს იმას ნიშნავს, მეგობრებო, რომ სექტემბრისთვის ჩვენ ვიხილავთ ძალიან დიდ სასწაულს. სანამ სექტემბერი მოვა, მეგობრებო, ძალიან დიდ კატასტროფებს ვიხილავთ. სოფლიო დადგება აბსოლუტურ ქაოსის წინაშე. ესე იგი, ქაოსი რას ნიშნავს ახლა, რომ ქაოსი იმას ნიშნავს, რომ აი ეს ხალხი, რომელმაც დაკარგა სახლები, კარი, არ იცის, ვერ გაიგებენ საწავიდნენ, წაეხეტებიან ყველაზე ახლო ადგილებში, რა თქმა უნდა, საქართველოში შემოეხეტებიან. დაიწყება ერთი ამბავი ამ საკითხში. ქართველები გამოიცდებიან, არ ვიცი რაში და როგორ, მაგრამ ქართველები ძალიან მაგრად გამოიცდებიან და აქედან გამომდინარე, იმის და მიხედვით თუ როგორ ჩააბარებენ ქართველები გამოცდებს, დაატყდებათ მათ თავს ის, რაც დაატყდებათ. მინდა გითხრათ, რომ შიმშილს ვერ ავწდებით, მეგობრებო, მაგრამ თქვენ ამის არ უნდა შეგეშინდეთ, ნებისმიერი ადამიანი გაივლის განწმენდის პერიოდს. განწმენდის პერიოდი არის, რაც შეიძლება ნაკლების საკვების მიღება, რაც შეიძლება ნაკლების შხამების მიღება და ეს მოხდება სწორედ იმ დღეებში, როდესაც ჩვენ მოვემზადებით ქრისტესთან შესახვედრად და აი ახლა მე რასაც გელაპარაკებით აბსოლუტურად ამბიციის გარეშე გელაპარაკებით, მე თვითონაც დაშოკილი ვარ და მე თვითონაც არ ვიცი მოხდება ეს მართლა თუ არა, მაგრამ არ ვიცი, მე რაც მათქმევინეს აქამდე მართლაც მოხდა და აქედან გამომდინარე ვიმედოვნებ, რომ ეს რაც ახლა რასაც მათქმევინებენ და მალაპარაკებენ, ესეც ნამდვილად მოხდება და მადლობა უფალს ამისათვის, რომ ჩვენ შეისმინა ჩვენი ვედრება, მან თვითონ ჩვენგანის იმ ადამიანის დაძახებული ხმა მიიღო ყურად და მართლაც დაიწყო წინა აპოკალიფტური პერიოდის დასაწყისი, არა უკვე შუა აპოკალიფსი. გისმენდეთ? რომელი საათია? რომელი საათია? 16 საათი და 54 წუთია.
არ ვიცი მეგობრებო, მე არ ვიცი ახლა თქვენ შეიძლება შეგეშინდეთ ამ საკითხების და ნებისმიერ თქვენგანი იყოს დაშოკილი ის რაც დღეს ხდება, ალბათ ამას მართლაც არ მოელოდით, მაგრამ აი ხომ გითხარით და მართლაც ასე ასრულდა ყველაფერი რაც გამოვიდა პრინციპში ჩემი პირიდან და ჩემი პირი აქ არაფერი მნიშვნელობას არ წარმოადგენს თუ არა ის ჩენელი რაც ნებისმიერ ადამიანში ხორციელდება ზოგიერთს 100%-ით მისდის ინფორმაცია ზოგიერთს მხოლოდ მცირეოდენი პროცენტით აქედან გამომდინარე ჩემი პირი არის მხოლოდ გამტარი და როდესაც მათ ყვინეს რომ 24 ივლისის შემდეგ 3 დღის შემდეგ დაიწყებოდა კატასტროფები მართლაც ისე როგორც გითხარით ისე მოგიწიოთ ღმერთთან შეხვედრა ღმერთის ნახვა თქვენ ყველას ვინც მისმენთ და ვინც ქრისტე გიყვართ ვინც ქრისტე მიიღეთ ვისაც ქრისტე გიყვართ ვინც ისმენდით ყველა სიტყვას რაც ქრისტეზე გამოთქმულა და ასრულებდით ყველა სიტყვას რაც ქრისტეს გამოუთქვია და აქედან გამომდინარე მე თვითონ ველოდები ამ საკითხებს მე ჯერ კიდევ შევიგრძნობ და სიამოვნებს ის დღეები, როცა მზეს ვხედავთ ნათელს, თუმცა შესაძლებელია მალე ეს ნათელი დღეებიც ბნელად იქცეს. როგორც გითხარით, მეგობრებო, ეს იქნება მხოლოდ გარდამტეხი პერიოდი, გარდამავალი პერიოდი, აუცილებლად ვინც მოიგებს, ვინც მოითმენს, ის მოიგებს. მოთმინებით და შენით და მოიპოვეს სული შენი იქნება სწორედ ამაზე ნათქვამი. ის დღეები, როდესაც შიმშილის დღეები იქნება, როდესაც განწმენდის დღეები იქნება, როდესაც დღეები იქნება, როცა ქრისტესთვის შესახვედრად, ქრისტესთან შესახვედრად გვამზადებენ. ის დღეები, როცა ყველა ერთმანეთს ანუ უბრალოდ ყველა თავის მეორე ნახევარს იპოვის და მიხვდება რისთვის დაარსებულა თურმე მეორე ნახევარი და მასთან გაერთიანდება აუცილებლად მოიგებს, აუცილებლად მიეცემ ამას 5 მაგი კი არა და 50 მაგი ძალა ვიდრე სხვებს. აქედან გამომდინარე გირჩევდით ყველას რომ დაფიქრდეთ ამ საკითხებზე ნუ გაატარებთ ისე რომ მერე რა და კიდე გვაპატიებს ღმერთი და კიდე დაგველოდება 2000 წელი ღმერთი აღარ დაგველოდება 2000 წელი ჟამი დაწყებულია და გისურვებთ წარმატებებს მეგობრებო ჩვენ ყველანი ერთად ვიხილავთ ქრისტეს წინაშე და მიხარია თქვენი ნახვა სწორედ იმ დღეებში როდესაც ქრისტეს ვიხილავთ ყველა ერთად მადლობას გიხდით ყურადღებისთვის ახლა გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე